მოგესალმებით პოდკასტის მეხუთე ეპიზოდით. ჩვენი სტუმარი არის დღეს ყველასათვის საყვარელი მამა საბა. როგორ ბრძანდებით დაგლოცეთ მამაო? ერთმა გაგიხარეთ. გაიხარეთ. ძალიან მიხარია რომ მობრძანდით და დიდი მადლობა პირველ რიგში ამისათვის და იმედია რომ კარგი საუბარი შედგება ჩვენ შორის. ალბათ მეც იმედი გვაქვს ნახოთ. აქტიურად ვადევნებთ ხალხს თქვენს ყოველდღიურ ლექციებს, გადაგებებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძლავრი და საჭირო რაღაცა არის ჩვენი ქვეყნისთვის ეს და რომ მითხრათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ გადაწყვიტეთ და ის ვინც არის ის ადამიანებმა თქვენი ისტორია, როგორც სასულიერო პირად გახდომამდე, ასევე შემდეგ და შემდეგ უკვე მოღვაწეობა, რომ იმათ მიც არიციან დეტალურად, თითქოს ცოტა გაუშალოთ თუ შევძლებთ. კეთილი იყოს შემეფეხი თქვენ სტუდიაში. გაიხარეთ. ერთი შეგიწიოთ რაც ასიამოვნო გარემოა და დიდი მადლობა. ეხლა მე რა ვიცი, ეხლა არაერთხელ მომიყოლი ეხლა ეს ჩემი ამბები. რა იყო და როგორ იყო და ძალიან მოკლედ მოვყვები რომ ეხლა ამაზე დიდ დრო. კი, სანამ კითხვებს დავსვამ. უბრალოდ ეხლა თავიდანვე ქრისტიანულ და ისეთი სწორი ღირებულებების მქონე ოჯახში ვიზრდებოდი და ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვარჩევ მე, იმიტომ რომ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ზოგადად ადამიანსაც, ოჯახსაც და მთელ ერსაც. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ისეთ კომუნისტური ეპოქა იყო და უღმერთობის ხანა იყო, ჩვენთან ოჯახში მაინც რწმენა ღვეოდა და ძალიან ისე მყარად და კარგად და მორწმუნე ოჯახი ვიყავით და შესაბამისად ახლა შინაგანი რწმენა ყოველთვის მქონდა და მე უკვე ის მე სკოლას ვამთავრებდი, იქ დაემთხვა ეროვნული მოძრაობის პერიოდს. და ამ პერიოდშივე მოხდა რაღაცნაირად ჩემი კონტაქტი ეკლესიასთანაც და გადაწყვეტილების მიღებაც. ასე ვთქვათ, მე მანამდე სხვაგან ვაპირებდი ჩაბარებას. სხვა მიმართულება მქონდა არჩეული, უფრო ისეთი რაღაც სამედიცინო, ესეც ალბათ რაღაც მაინც მსგავსია ის, რასაც დღეს ვაკეთებ მე და ეს მედიცინა ერთმანეთთან. და მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლება სულის ექიმი იყო ადამიანი და აი ეს აირჩიო შენს პროფესიად, არა როგორც ჰობი უბრალოდ, არამედ რაღაც შენ ამას მიუძღვნა შენი საქმიანობა და შენი ვთქვათ ეს ყველაფერი. მას შემდეგ უკვე შევცვალე ჩემი კურსი და გავხდი სემინარის სტუდენტი, ჩავაბარე სემინარიაში, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. შემდეგ უკვე დაამთავრე სასულიერო აკადემიაც, მე მქონდა რაღაც გარკვეული წყვეტა, რომელიც ძალიან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში. ერთი მხრივ ბევრი ტკივილებით სავსე, მაგრამ მეორე მხრივ დღევანდელი გადმოსახედიდან რო ვუყურებ, უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში მე ძალიან ბევრი რამე შევიძინე და ვისწავლე და გამოცდილებისეულად გავიაზრე ის ყველაფერი, რაც მანამდე თეორიულად ვიცოდი და ღმერთმა რაღაცნაირად შემამზადა იმისთვის, რომ მე უკვე სასულიერო პირი გამხდარიყავი. სასულიერო პირი ხდები 18 წლის ასაკში დიაკონი, ერთ წელიწადში დაახლოებით ცოტა ნაკლებში უკვე ხდელი და იმის შემდეგ უკვე აგეთ 13 წელია რაც ხდელი ვარ. და ვცდილობ რომ ცუდი მოდელი არ ვიყუროთ. გამომდის და როგორ გამომდის. ფანტასტიკურად დაკეთებთ ყველაფერს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. აი, მინდა რომ ეს მკითხვით გავხსნა ჩვენი საუბარი, მამაო, აი არსებობს თუ არა რაიმე რწმენის საზომი ისეთი, რომ როგორ უნდა გავიგოთ, ანუ ცხოვრობ თუ არა სწორად, სარწმუნოების მიხედვით რა. ანუ უშვებ თუ არა ფარულ შეცდომებს და რა არის საზომი, რომელიც იტყვის, რომ ადამიანი ცხოვრობს მართლაც წესიერი გზით და ქრისტიანულად და არ არღვევს ფარულად. ან გაუთვისნობიერებლად არ შედის ისეთ რაღაცებს, რაც გონია. პირველი შეკითხვა უკვე ძალიან საინტერესოა. ნახოთ, ვეცდები კი პასუხოთ. აი, ნახეთ როგორი რამეა საზომი ალბათ ესე მოკლედ რო ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა გულსრფელობა. მაგრამ ესეც რაღაცა ფარდობითი რაღაცა, იმიტომ რომ ვინ უნდა შეაფასოს ეს გულსრფელობა. აი, ხშირად ადამიანს თვითონაც გონია, რომ გულსრფელია ამ გზაზე, ღმერთისაკენ სავალ გზაზე, მაგრამ შეიძლება თვითონვე ცდებოდეს და არსებობს ახლა ქრისტიანობაში ესეთი სულიერი მდგომარეობა, ძალიან ესეთი ვერაგი და მძიმე, რასაც ხიბლი ეწოდება. როდესაც ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ სწორ გზაზე დგას, ეგონოს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ
ამ დროს სულაც არ იყოს ასე. და აცდენელი იყოს გზას და იყოს რაღაც ერთგვარ თვითკმაყოფილებაში, საკუთარი თავით მოხიბლულობაში. სხვა შორს წმინდა მომები გამოყოფენ ხიბლის ესეთ მდგომარეობასაც, რომელიც ყველაზე ვერაგ მდგომარეობად ითვლება, თავმდაბლობით ამპარტავნება. ადრეც მისაუბრია ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს რა მდგომარეობა, ნახე, როცა შენ გარეგნულად თავიდან ბოლომდე ყველანაირ სტანდარტს საკმაყოფილებს თავმდაბალი ადამიანის, რომ შემოგხედავს ადამიანი თავმდაბალი ხარ. ყველანაირი ქცევით, ყველაფრით აბსოლუტურად ხვებით თავმდაბლად გიცნობენ შენს თავს, რასაც უყურებ და აკვირდები თავმდაბალი ხარ. მაგრამ აი ნახეთ სად არის დამალული აქ მთელი ეშმაკის მახე, რომ ადამიანს მე საკუთარი თავი მოწონს იმითი, რომ თავმდაბალი. ნახე როგორი საოცარი რაღაცა. აი როგორც კი შენი თავი მოგეწონება იმის გამო, რომ თავმდაბალი ხარ და როგორც კი შენს თავს თუნდაც ოდნავ ერთი საფეხურით მაღლა დააყენებ სხვებზე, იმიტომ რომ თავმდაბალი ხარ, იმიტომ რომ არა ხარ შენ ისეთი ქედმაღალი და თვითკმაყოფილი, როგორიც სხვები არიან, ხო? აი მანდ უკვე შენს თვითკმაყოფილი ხარ. ოღონდ უკვე შენი თავმდაბლობით. ეხლა საით მეყავს ეს ყველაფერი? თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც საზომს მივაგნოთ, ასკეტიკაში მაგალითად ეს საზომი არის მოძღვრის სიტყვა. შენ არ უნდა გაუხდე საკუთარ თავს სწორი სულიერი ცხოვრების საზომად. აი ეს არის ქრისტიანობის უმთავრესი მომენტი რა, რომ ეს უნდა გააზომენო აუცილებლად სხვას, ვისაც შენ სულიერ მოძღვარს უწოდებ და ამარჩევან შენაკეთ ერთჩვენერ დღეს, ანუ შენ არ ვიღაცა შენ სულიერ მოძღვარს, უცხადებ მას განსაკუთრებულ ნდობას და მის სიტყვას უფრო მეტად ენდობი, ვიდრე შენს საკუთარ შეფასებას. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ანუ სულიერი მოძღვარი არის ერთადერთი ადამიანი ცხოვრებაში, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობი. და მას ანდობ შენი შინაგანი სულიერი მდგომარეობის შეფასებას, რამდენად სწორ გზაზე გახარ. შენ შეიძლება რაღაც მომენტში გეგონოს რომ სწორად გახარ, მაგრამ შეიძლება მოძღვარმა გითხრას, რომ არა, ესე არ არის. და შენ თუ გულწრფელი ხარ ამ გზაზე, მას აუცილებლად მოусმენ და აუცილებლად გაითვალისწინებ მის სიტყვას. დიდი მადლობა. თუ აწარმოებ ბლოგს, კონტენტს, კინოჩაწერო ვიდეოები და არ იცი ეს სად გააკეთო, შეგიძლია მობრძანდე podcast corner თბილისში, სადაც დაგხვდება უამრავი სახის სეტები, გაგიწევენ პროფესიონალურ დახმარებას და შენი კონტენტი გადაინაცვლებს უმაღლეს ლეველზე და ხარისხზე. მობრძანდი. ლინკი იქნება აღწერაში. აი ეხლა არის ისეთი პერიოდი, რომ ურწმუნოება გამრავლებულია და რწმენა მიკლო, არ ვიცი რის იბრალია როგორ, მაგრამ ფაქტია რომ ეგრეა რა. მაგრამ ჩემი კითხვა უბრალოდ მაგასაც ეხება და ასევე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა როგორ უნდა შეიგრძნონ, რომ მართლმადიდებლობა, ანუ ჩვენი წამსი და რელიგია არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. იმიტომ რომ ბევრი ვიცით ხო, ვინც თითქოს ღმერთის წამს, ყველაფერი, მაგრამ იმას არ ეთანხმება, რომ სიტყვაზე აი რაღაც რელიგიას მისდიოს, ეკლესიაში იაროს და უმეტესობისგან ეს მესმის. მეც და არის, ალბათ თქვენც გაგიგიათ, ხო? აი როგორ ეტყოდით ამ ხალხს, რომ რა მნიშვნელობას ატარებს, რა აუცილებლობას ატარებს ეს ეკლესია, დედა ეკლესიის ძალა და ასევე ჩვენი რელიგიის წამსი და ასე შემდეგ. ეხლა შენ ორ პრობლემას შეეხეს, ანდრო. ერთი ზოგადად რწმენის პრობლემას, რომ ადამიანი უნდა იყოს თუ არა მორწმუნე და რა არის სწორი და თავიდან ამით დაიწყე, რომ ეხლა დღეს რწმენა მიკლო. კი, იკლო. ამასაც თავისი გარკვეული მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ისეთ რაციონალურ საუკუნეში ცხოვრობდა ეპოქაში და ეს არ არის შემთხვევითი სულიერი მიზეზიც აქვს ამას თავისი, იმიტომ რომ მტერი ყავს კაცობრიობას. ეს მტერი არის ორუტი ძალა დაცემული, ანგელოზი, ეშმაკი, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, რომელიც გაბურუტებული ღმერთზე ცდილობს შური იძიოს ადამიანზე, იმიტომ რომ იცის რომ ადამიანი არის ღმერთის უსაყვარლესი ქმნილება და იცის რა რომ თავად შემოქმნს ვერაფერს დააკლებს, ცდილობს რომ მისი საყვარელი ქმნილება დააზიანოს და უმტროს მას.
და სამწუხაროდ წარმატებითაც გამოსდის ძალიან. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ის არ ჩანს, ადამიანები მას ვერ ხედავენ და მის ერთ-ერთ ძლიერ გამარჯვებას, ზუსტად და ძლიერ მხარეს ის წარმოადგენს, რომ ის უხილავია და ადამიანების უმრავლესობას გონია, რომ ამას ყველაფერს თავად აკეთებენ და შემდგე არაფერ შუაში არ არის და არც არსებობს საერთოდ. მაგრამ სამწუხაროდ არსებობს. ეს ერთი მხარე, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, საერთოდ აი მორწმუნეობა ნახე როგორი რაღაცა, სანდრო. ურწმუნო ადამიანი, მაგალითად ადამიანი, რომელსაც რწმენა არ გააჩნია, მე ძალიან მეცოდება. გულწრფელად მე ამას ყოველ როცა მე ვიყენებ ამ სიტყვას, რომ მეცოდება, ყოველთვის ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას, იმიტომ რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა ამ სიტყვის ჩადებული, მართლა გულწრფელად თანაუგრძნო და მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვისაც რწმენა არ აქვს. იმიტომ რომ რწმენა ადამიანის ცხოვრებას აზრს ანიჭებს. მოტივაციას აძლევს, მიმართულებას აძლევს. ურწმუნო ადამიანის ცხოვრება ძალიან მარტივად შეიძლება დაყვანილი იქნას მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ხორციელი არსებობის და რაღაცა გარკვეული სიამოვნებების მიღების დონეზე რა თქმა უნდა ეს უკვე ცხოველური დონეა და ადამიანის ცხოვრებისგან განსხვავდება ზუსტად იმის რომ მას გონიერება მისცა უფალმა, მას თავისუფალი არჩევანის უნარი მისცა, რწმენის უნარი მისცა, შემოქმედის მსახურების უნარი მისცა ღმერთმა, სიყვარულის უნარი მისცა. როცა ადამიანი რწმენაზე უარს ამბობს, შემოქმედზე, ანუ ვინ ამბობს რწმენაზე უარს, ვისაც არ აწყობს რომ ღმერთი არსებობდეს, ხო? ესეთი ადამიანი კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურ ცხოველურ ცხოვრებას რა. პასუხისგებლობას გაურბის ესეთი ადამიანი და ძალიან საცოდნო მდგომარეობაში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში და ზოგადად ეხა მე რეალურად რომ დავფიქრდე ხო მიფიქრე ამაზე ათეისტი ადამიანების არ მჯერა. არ მჯერა, იმიტომ რომ თვლი რომ ალოგიკურია ეს. რას ებრძვი და რას უარყოფ თუ კი არ არსებობს. გეთახვევით 100%. ამიტომ ეხლა ცოდუები არიან ეს ადამიანები, მახსოვს კომუნისტური წყობა რო დავყარდა. ისტორიული ჩანაწერები არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ქალაქებში, ესე დედაქალაქებში, რომელიც ერთი მთავარი ქალაქები იყო ამ საბჭოური ქვეყნების, ასე ვთქვათ, დადიოდა გადახდილი ეტლი, რომელშიც ისხდნენ წელს ზემოთ შიშველი ქალები და მეძავები, ასე ვთქვათ. ქონდათ გადაკრული ესე დიაგონალურად ლენტი და ამ ლენტზე ეწერა ესე რუსულად, რომ დალოისტიდ ბოგა ნეტ. ესეც სიტყვები იყო რა, რომ ძირს სირცხვილი არ არსებობს ღმერთი. ანუ აი თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია ადამიანისთვის და ადამიანის დაცემულ ბუნებას, სოდისაკენ მედრეკილ ბუნებას, მუდმივად ამის მოთხოვნილება აქვს. რომ არ არსებობდეს ვიღაცა მაკონტროლებელი, ვიღაცა ვინც გიყურებს, ვიღაცა ვის წინაშე შენ პასუხისგებლობა გმართებს, რომ შენ რაც გაგიხარდება ყველაფერი ის აკეთო და შენ თავის საჯული შენ თვითონ იყო რა. არ არსებობდეს რაღაცა ერთიანი სტანდარტი, რომელსაც შენ დაემორჩილები, რომელიც განგისაზღვრავს შენ მორალს. ეს უნდა ადამიანის დაცემულ ბუნებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანი მით ადამიანობს, რომ ის უნდა ამაღლდეს ამ ყველაფერზე. ადამიანი ღვთისმსახურებით ადამიანობს უპირველეს ყოვლისა. ადამიანი ღვთისმსახურებითი არსება პირველ რიგში. აი ეს არის მისი ადამიანობის გამსაზღვრელი და მისი ღმერთის შვილობის გამსაზღვრელი და ეხლა სადაც შენ რწმენაზე უარს ამბობ, აი ეს შენი უმთავრესი მახასიათებელი გეკარგება უკვე ადამიანობის. ეს რაც შეიძლება ზოგადად რწმენას და რწმენის კლებას და ამ დეფიციტს ეხლა აქ რაც ხდება, რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ აი ეს უზარმაზარი პრობლემა რის გამოც ხდება და ძალიან ბევრი საცეცები აქვს ეშმაკს, რითიც ამას ყველაფერს ახერხებს. შეიძლება მეორე ნაწილს შენი შეკითხვისას, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ აი ეკლესიის გარეშე არსებული ადამიანები და კონკრეტულად ის, რომ მართლმადიდებლობა არის თუ არა ერთადერთი ჭეშმარიტება და რატომ არის ეს ერთადერთი ჭეშმარიტება, ხო? ჯერ თვითონ სიტყვის დეფინიციით დავიწყოთ, ხო, მართლმადიდებლობა ქვია. ანუ ნიშნავს ანახეთ, როგორი ამბიციური
სახელი გვაქვს ჩვენ მართლმადიდებლებს, ანუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მართლად, ანუ სწორად ვადიდებთ ღმერთს. ვიღაცებისგან განსხვავებით, ხო, ანუ ყოველ შედარებით, ხო, ეხლა ჩვენ ვიღაცასთან შედარებით სხვა ადამიანებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ რომ ღმერთი ადიდონ, ჩვენ ვცდილობთ რომ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვადიდებთ სწორად უფალს და რა ისე. ეხლა ამას თავისი ისტორიული საფუძველი აქვს. თუ კი ადამიანი გულწრფელია ჭეშმარიტების ძიებაში, მე ესე ვიტყოდი. შეუძლებელია, რომ ის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების აღიარებამდე არ მივიდეს. ეს უბრალოდ გამორიცხულია და ამას ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება ადასტურებს. რომლებიც ეძებდნენ ჭეშმარიტებს. აი თუნდაც იგივე ქართულ სინამდვილეში რო ავიღოთ, ხო? ჩვენ პირველი წმინდანები საქართველოში არაქართველები გვყავს. გავიხსენოთ აბუთბილელი, ევსტათი მცხეთელი, ანუ ესენი არ იყვნენ ქართველები. ერთი მუსლიმი იყო, მეორე ცეცხლთაყვანისმცემელი იყო. მაგრამ ნახეთ, ჭეშმარიტების ძიების სრულმა ორივე მიიყვანა მართლმადიდებლობამდე. დიახ. იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, შენ თუ გულწრფელი ხარ ამ ძიებაში. აი ესევე გამახსენდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სულიერი მოღვაწე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა, სერაფიმ როუზი. ერთ-ერთი უდიდესი მამა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი და ბევრი მართლმადიდებლისთვის. სერაფიმ როუზი პროტესტანტი იყო. და თანაც აქტიური, მქადაგებელი პროტესტანტი იყო. ძალიან განსწავლული. პროტესტანტულ ოჯახში აღზრდილი ისეთივე ტრადიციები და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ეს ადამიანი წრფელი იყო ამ ძიებაში, მივიდა მართლმადიდებლობამდე. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც მანიქეველი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე დედის ლოცვით და თავისი ძიებით მივიდა და ნუ აი უამრავი ჩამოთვლა შეიძლება რა. რატო ვამბობ ახლა ამას ნახეთ? არის შემთხვევები და აგერ YouTube-ზე ძდებს, ასე ვთქვათ, ეს ისტორიები, როდესაც მუსლიმი აღიარებს და მიხვდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, არა მხოლოდ ქრისტიანობის, არამედ მართლმადიდებლობის კონკრეტულად. ეხლა ისტორიულადაც რომ შევხედოთ, ხო, მართლმადიდებლობა არის ის კონფესია, რომელიც განუხრელად იცავს იმ სწავლებას, რომელიც უფალმა და მოციქულებმა იქადაგეს პირველივე საუკუნეში. ამ შემდეგ იყო უკვე აქედან წარმოიშვა უკვე, ანუ ამას რომ არ იცავდნენ ის ადამიანები, იწვევდნენ უკვე ამ განხეთქილებებს და ერეტიკულ სწავლებებს. ამიტომ შეიმუშავა ეკლესიამ მრწამსი სარწმუნოების სიმბოლო, რომ იქ მკვეთრად ყოფილიყო განსაზღვრული, როგორ გამოიყურება ქრისტიანული სარწმუნოება, ჭეშმარიტი. პირველი ორი მსოფლიო საეკლესიო კრებმა მიეძღვნა ნიკეის და კონსტანტინოპოლის მრწამსის ტექსტის დადგენას. და მოღვაწეობდნენ და მონაწილეობდნენ უდიდესი საეკლესიო მამები აქ. მათ შორის წმინდა ნიკოლოზიც და წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელიც, რომლებიც თანამედროვეები იყვნენ და ორივე უდიდესი მამა არის დღესდღეობით ქრისტიანობის და მათ გარდა კიდევ ათანასე ალექსანდრიელი და რა ვიცი უამრავი წმინდა მამა, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. და მათ დაადგინეს. როგორ უნდა გვწამდეს ჩვენ ღმერთი? მაგრამ სამწუხაროდ და ისევე ამპარტავანებასთან მივიდნენ ადამიანის დაუდეგარი ამპარტავანი ბუნება რაღაც მომენტებში ცდილობს რომ გაცდეს ამ ღვთისაგან დადგენილ საზღვრებს. და ამიტომ ხდებოდა მე წარმოიშვა 1000 იერესი კრებების მოწოვა ხდებოდა მსოფლიო საეკლესიო იმისთვის რომ დაეგმოთ ეს სხვადასხვა არასწორი მიმდინარეობები და კვლავ ხელახლა დაედგინათ რომ აი ეს არის ჭეშმარიტი და ეს არასწორია. ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მამები. მე მოგვიანებით ხდება უკვე აი ამ დასავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყოფა, რომელსაც დღეს ჩვენ კათოლიკურს უწოდებთ და ეს მათ მითვისებული ტერმინი აქვს, იმიტომ რომ ტერმინი კათოლიკე საყოველთაოს ნიშნავს და ეს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა და არა კათოლიკურის. მათ ეს უბრალოდ მიითვისეს. იმიტომ რომ საყოველთაოს სწორედ ის სარწმუნოება, რომელიც ქრისტემ იქადაგა და რომელსაც განუხრელად იცავს მართლმადიდებელი სარწმუნოება. შემდგომ უკვე კათოლიკურ წიაღში წარმოიშვა უკვე
სხვადასხვა პროტესტანტული მიმდინარეობები დაწყებული მარტინ ლუთერიდან და გაგრძელდა და ყველა ჯურის სექტა და მიმდინარეობა რაც დღეს არსებობს უამრავი აბსოლუტურად ყველანი უკვე პროტესტანტიზმის წიაღში აღმოცენდა და წარმოიშოდა. ისტორიულად კიდევ ერთხელ ვაიხე უბრალოდ ეს ისტორიული ექსკურსია აქ მე საღვთისმეტყველო საკითხებზე არ საუბრობ ეს კიდე ძალიან ღრმა და ცალკე თემა არის. ისტორიულადაც კი თუ კი ადამიანი გულწრფელია ძალიან მარტივად დარწმუნდება იმაში რომ მართლმადიდებლობაა სწორედ ჭეშმარიტი რელიგია. და რატომ ეკლესია, რატომ ეკლესიური ცხოვრება, რატომ არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება? იმიტომ რომ ეკლესიაში აღესრულება ღვთისმსახურება. და მე რაც ვთქვი რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა ღვთისმსახურებით იარსება მეთქი. ეს სწორედ ეკლესიაში, ეკლესიურ ერთობაში არის შესაძლებელი რომ ადამიანი ლიტურგიკულ და განსაკუთრებულად ევქარისტიულ, ანუ მადლიერების მსახურებაში იყოს ჩართული ღმერთის მიმართ. მადლიერების მსხვერპლს წირავდეს ღმერთს. და დამყარდეს ეს საკრალური კავშირი შემოქმედსა და ქმნილებას შორის. ეს საოცარი ერთობა, რომლისთვისაც შეიქმნა ადამიანი. სწორედ ქრისტიანულ ეკლესიაში იმ მადლ-მუსილ საიდუმლოებებში, რომელიც არის დაუნჯებული მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებელია ღმერთთან ერთობაში მოსვლა. ამიტომ არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება. დიდი მადლობა. ეხლა ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რა კითხვაც მინდა დავსვა. ეს პირადად მე არ მაწუხებს ამაზე პასუხგაუცემლობა, მაგრამ ძალიან მასის ძალიან დიდი ნაწილი მსგავს კითხვებს ვსვავს ხოლმე და აი ეხლა ხან მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია რამდენიმე დღის წინ ალბათ თქვენს გეცოდინებათ რომ ბავშვების ამბავი არა ეგეც ძალიან ზუსტ ღმერთმა აცხონოს მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მამამ თავი მოიკლა და გაგონილი შეიძლება გაიგეთ ანუ ხო კი ჩვენთან ეხლა ხან უბრალოდ სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვიცი რომ უტყუარად მართლა მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ ქართული ეკლესიაში. კი, ჩვენთან საქართველოში მოხდა ეს ფაქტი. თავი მოიკლა. მამამ და როგორც ვიცი საპატიმროშია ესეთი რაღაც ამბავი იყო და საპატიმროში მოიკლა თავი. კი და დეტალებში ვერ ჩავეძია და არ ვიცი, მაგრამ რატომ მოვაყოლე ეს ტრაგედია და რა იმედია არ უფალმა აცხონოს, მაგრამ ძალიან ძიმე მესმის, მაგრამ ძიმე თემაა, უბრალოდ ვერ ავწდებოდით, ხო ხვდებით რატომაც და აი ძალიან ხშირად მესმის ესეთი ფრაზა. თუ აი უფალი ესეთი მოწყალეა, ხო? და იმდენ განსაცდელს არ მოგვივლენს, რამდენის ატანაც არ შეგვიძლია. აი ესეთი კითხვა ყოველთვის ჩდება ხალხში, რომ მაშინ რატომ იკლავენ ადამიანები თავს და რატომ არის ცხოვრება ესეთი მკაცრი? ზოგჯერ. რატომ იკლავენ ადამიანები თავს? ეხლა მე მესმის, ანდრო მესმის ეს რთული თემაა. გადამისამართება ყოველთვის. ღმერთისკენ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის, მაგრამ ვეცდები რომ ჩემი პასუხი გააქცია ამ შეკითხვასთან დაკავშირებით აი მე რა თქმა უნდა ხშირად მიწევს შეხება სამწუხაროდ აი ესეთ შემთხვევებთან და მიწევს ნუგეში ამ ადამიანების რომელიც ვერ რჩებიან ეს მშობელი იქნება თუ მეუღლე იქნება თუ შვილი იქნება და არის რა თქმა უნდა შეკითხვა ხშირად რომ აი რატომ ხდება ასე და თუ ღმერთი არ აძლევს ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს მაშინ რატო ხდება რომ ეს ადამიანი თავს იკლავს რატო ვერ უძლებს მე დავადასტურებ იმას, რომ ღმერთი არ აძლევს ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს, რასაც ვერ იტვირთავს. მაგრამ თვითმკვლელობამდე მისვლა ხდება რატომ? ხდება იმიტომ, რომ ადამიანს არ ყოფნის როგორც ჩანს რაღაც მომენტში ნდობა უფლისა, იმედი. და არ სურს ადამიანს რომ მოითვინოს რაღაც. მე ვერანაირი ძალა დედამიწის ზურგზე ვერ დამაჯერებს იმაში რომ ღმერთი მაქსიმალურად არ ცდილობს ადამიანი არიდოს აი ამ უმძიმეს ცოდვას, რასაც თვითმკვლელობა ქვია. ყველანაირად ცდილობს ამას. ყველა ადამიანის საიდუმლოა და ადამიანის შიგნით, გულში, სულში რა ხდება,
ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ ჩვენ ახლა შედეგს უყურებთ პირდაპირ, მე რომ ადამიანმა თავი მოიკლა, მაგრამ მანამდე რა უწყობდა ამას ყველაფერს წინ, ხო აი თუნდაც იგივე იუდას კლასიკური მაგალითი რო განვიხილოთ, ხო? სამჯერ ჩამოუტეხა, ხო? სამჯერ ჩამოიწია ის ტოტი კი ბატონო. და ბოლოს რა ვიცი როგორც წერია, რაცა ფეხები აკეცა და ისე ჩამოიხჩო ასე თქვა თავი. ეს უკვე ბოლო მომენტი იყო, მაგრამ ცოტა იქით მინდა გადავახვიო, რომ აი ნახე უცუ თქვა მთხოვნე მაგალითად დავუსვა ჩემს ეს შეკითხვა რა, რომ აი ხო იცოდა მერთმა რომ ესე მოიქცეოდა. რა თქმა უნდა იცოდა. იცოდა და ამიტომაც წარწმენდის ძეს უწოდებს მას წმინდა წერილი. მაგრამ ნახეთ ეს წარწმენდის ძე ნათქვამი არის უკვე მომხდარის პერსპექტივიდან დანახული, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე დრო არ არსებობს. ღმერთისთვის აწმყო და წარსული და მომავალი ერთ სიბრტყეზე ძევს. ამიტომ ღმერთს აქვს უფლება ისე როგორც მაგალითად აი წინასწარმეტყველები, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, როდესაც წერენ უკვე როგორც მომხდარს, იმიტომ რომ ისინი მათთვის ის დროის საზღვარი იშლება იმ მომენტში, როდესაც სულიწმენდით აღიფსებიან და წინასწარმეტყველებენ უკვე მარადიული გადმოსახედიდან. აი სწორედ აი მარადიული პერსპექტივიდან არის ნათქვამი წმინდა წერილის მიერ და ის სიტყვები, როდესაც უფალი უწოდებს იუდას წარწმენდის ძეს, იმიტომ რომ ღმერთს წინასწარ ქონდა განჭვრეტილი ის, რომ მიუხედავად ღმერთის ყველანაირი მცდელობისა, ნახე ამას მიექცია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ იუდას თავი არ მოეკლა, იუდა მაინც ამ არჩევანს გააკეთებდა. ეხლა მოდი დავსვათ შეკითხვა, ღმერთია დავნაშავე მაშინ იუდამ თავი მოეკლა? მაშინ რატო არ მოეკლა თავი პეტრემ? მე ვიტყოდი, რომ არანაკლები განსასწრელი შეხვდა პეტრეს, თუ უფრო მეტი არა, იმიტომ რომ პეტრეს მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილებით უფრო მძიმე იყო, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ეს პეტრემ ჩაიდინა. პეტრემ, რომელსაც უფალი ეუბნება, რომ შენ კლდე ხარო და აი ამ შენეულ სარწმუნოებაზე აღვაშენებ მე ჩემს ეკლესიასო და სატანა და ბჭენი ჯუჯუხეთისანი ვერ მოერევიან მას. იუდა არ იყო მოციქულებში რწმენის საზომი. პეტრე იყო. თან პეტრე იყო აქტიური, ტემპერამენტული, ყოველთვის ყველას სათქმელს თვითონ ამბობდა, ყველას ასწრებდა. და ამ დროს ესეთ რაღაცას აკეთებს. თან ეს პეტრე ბოლომდე გულწრფელი იყო, იმ დროსაც გულწრფელი იყო პეტრე, როცა უფალს ეუბნებოდა, რომ ყველამ რო გიღალატოს, მე არ გიღალატებ. მაგრამ ნახეთ რატო დაეშვა ეს განსასწრელი მის თავს, იმიტომ რომ აქ უკვე პეტრე აცდა ჭეშმარიტებას. როგორც კი თავი გადააჭარბა სხვა ადამიანებს, თავის ძმებს, მოციქულებს. ანუ ის დაუშვა, რომ მათ შეიძლება ეღალატათ და მეო არასოდეს გამორიცხულია. მეო მზათაო, რომ ჩემი სული შენთვის დავდო და უფალი სევდიანად ეტყვის შენი სული ჩემთვის დასდოო. ზუსტად შენ იქნები, რომ ამაღამო სანამ ამალი იყივლებდესო, მეორედო, სამჯერ არ მყოფ მეო. ეხლა დღეს რო ვკითხულობთ ამას ესე მშრალად, ეხლა თითქოს რაღაც მარტივია, მაგრამ აბა მოდით შევხედოთ რა, იმ დროინდელი თვალით და პეტრეს თვალით შევხედოთ, პეტრეს გულში გავიაზროთ ამ დროს რა ხდება, ხო? მისი საყვარელი მოძღვარი, რომლისთვისაც პეტრე მზად არის, რომ თავი გაწიროს და ამას სხვათა შორის ადასტურებს კიდევაც, იმიტომ რომ როცა შესაპყრობად მივლენ, პეტრე იქ დაანითარე მისული რა და ყურს მოაჭრეს იმ მალქოს ღვთელთავრის მონას. ანუ ის წასულია იმაზე, რომ შეიძლება იქ სისხლის დაღვრა მოუწიოს რა ქრისტეს გამო. ანუ წრფელია ბოლომდე იმ ყველაფერში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ზუსტად იმიტომ რომ უფალს არ უნდოდა პეტრე იმ ქედმაღალ მდგომარეობაში დარჩენილიყო, დაუშვა მასზე, რომ დამდაბლებულიყო, იმიტომ რომ სხვანაირად პეტრე ვერ გადარჩებოდა. პეტრე აცდა უკვე ჭეშმარიტებას იმ მომენტში, როგორც კი ის თქვა, რომ ყველამ რო გიღალატოს, მე არ გიღალატებ. გამოიცალკეო საკუთარი თავის ხვებისაგან და ჩათვალა, რომ მას
ღმერთის მადლის გარეშე ეს მნიშვნელოვანი მომენტია შეეძლო რომ ბოლომდე ერთგულა უფლისთვის და ღმერთმა ზუსტად ეს აჩვენა შენ თუ რამე შეგიძლია პეტრე მხოლოდ ჩემი მადლით და მხოლოდ იმ დროს როცა ჩემთან ერთად ხარ თუ საკმარისია შენ მადლისგან განიძარცო და მე დაუშვებ ამას რომ შენ მადლისგან განიძარცო უცებ დაინახავ როგორი არარაობა ხარ ჩემს გარეშე და ჩემი მადლის გარეშე ნახე და ესეც ხდება და ეს ხდება სულ რამოდენიმე საათში მას შემდეგ რაც ამ ვაშკაცურ ნაბიჯს გადადგას პეტრე და იმ ყურსო მოეჭრეს სულ რამოდენიმე საათში როცა უკვე უფალ შეიპყრობენ და წაიყვანენ ხო გაყვებიან იქ პეტრე და იოანე დანარჩენი მოციქულები დაეფანტებიან პეტრე და იოანე გაყვებიან შემდეგ იოანეს შეიყვანს მღვდელმთავრის ეზოში იმიტომ რომ იოანე ნათესავებოდა მღვდელმთავარს ნაცნობობით შეიყვანს და ცეცხლთან თბებიან და ნუ გვახსოვს ახლა ის მომენტი ხო იგი რაც ხდება მე რა სამჯერო უარყოს მასთან ნაცნობობას და ბოლოს ყევლაკრულას იწყებს კაცო რას ლაპარაკობ თავი დაამანებოთ არ ვიცნობ პირველად ხედავს საერთოდ ადამიანს არა და ამ დროს მანამდე ეტყვის ის ქალი რომ შენი კილოც კი გამხელსო შენ რომ გალილეველი ხარო რა და ბევრჯერ ყავხარო ნანახიო და შეჩვენება დაიწყო წარმოიდგინე შეჩვენება დაიწყო რომ არ არსებობს რას ლაპარაკობ რას მაბრალებთ მეო სიკვდილი შიშის გამო წარმოიდგინე როგორ დააპატარავდა და მე საინტერესო მომენტი ვწერია ლუკა მოციქულს სხვა შორის სახარებაში რომ მესამე რომ დაიწყო უკვე აი რომ მესამე უარყო და აი ეს ფიცი და შეჩვენება რომ დაიწყო ქრისტე შეხედაო ქრისტემო აი იმ დროს წარმომიდგენია რა მოხდა პეტრეს გულში როცა ქრისტეს და მისი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ იმ დროს როცა ეს გამალებული უარყოფდა და ფიცით და შეჩვენებით ამბობდა რომ არ ვიცნობ ამ კაცს და ნუ აი ხო რაღაც წამიერი იქნებოდა ეს რაღაც ეს კონტაქტი ხო აი სწორედ ამის მერე წერია მოიხსენესო სიტყვანიო რა ანუ გაახსენდაო პეტრესო რომ უთხრაო მაცხოვარმა რომ შენო გათმის ხმობამდეო სამჯერ უარყოფო გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარედ საშინელ სინამდვილეში ჩავარდა ნახე დაინახა თავისი არარაობა დაინახა თავისი უსუსურობა რომ არაფერი არ შეუძლია თურმე ღმერთის გარეშე და მისი მადლის გარეშე ეხა იუდას მომენტი განვიხილოთ ნახე იგივე წერია იუდასთან დაკავშირებით როდესაც დაინახა იუდამ რომ შეიპყრეს და წაიყვანეს მოსაკლავად იუდას იმედი ჰქონდა რომ უფალი გამოაჩენდა თავის ძალმოსილებას და თავს არ დააჩაგრინებდა მათ იუდამ იცოდა უფალს რა შეეძლო იუდამ ვერ გათვალა ვერ წარმოიდგინა რომ სიკვდილამდე შეეძლო დაემდაბლებინა მაცხოვარს თავი იუდამ პროვოცირება გაუკეთა ქრისტეს თავის ჭკუით თორე იუდა სასიკვდილოდ არ გაუმეტებია ქრისტე პროვოცირება გაუკეთა რომ აი ეხლა მაინც გამოავლენს თავის ღვთაებრივ ძალას და დაერევა ამად და დედას უტირებს და დაამყარებს თავის სამეფოს ამის იმედი აქვს იუდას და თვითონ ფინანსთა მინისტრობას ელოდება მე მაგრამ ვერ გათვალა ვერანაირად რომ სიკვდილამდე დაიმდაბლებდა ღმერთი თავს იუდას ნანახი ქონდა ქრისტეს სასწაულები იუდამ ძალიან კარგად იცოდა ქრისტე ვინც იყო რა ძალა ქონდა მას ძალიან კარგად იცოდა ამიტომაც წერია მე რა რომ შეინანაო ძალიან იუდამ და მიდის და იმ ვერცხლს ვერ იტოვებს ვერ ირგებს რომელიც მან მიიღო მღვდელმთავრების საკარად შეირგებდა იმ შემთხვევაში თუ კი ქრისტე თავის ძალმოსილებას გამოამჟღავნებდა გაამართლებდა კიდევაც ის მაშინ თავის აქციელს და დაიტოვებდა იმ ფულს მაგრამ არა ვერ დაიტოვა შეაწუხა სინდისმა იუდამ ანუ სინდის იუდაში ცოცხალია ვერ დავაბრალეთ მას უსინდისობას მიდის და ეუბნება რა რომ ესო სისხლის საზღაურიო მართალი ადამიანის სისხლი მოგეცდო მე თქვენო რომ დარწმუნდა უკვე რომ ქრისტემ მზად იყო რომ ბოლომდე გაეწირა თავი რაც მის გონებას მის ამპარტავარ გონებას აღემატებოდა ვერ დაიტია ეს იუდა და არ მინდაო თქვენი ფულიო მე ესა და ისინი არ ართმევდნენ იმიტომ რომ ისინი ცხოვრვითონ კაი ტიპები იყვნენ რა რომ სისხლის საზღაურო ჩვენ არ გვინდა ფინძური ფული მაგას ხელს ვერ მოვკიდებთ
ტაძარში ვერ დავდებ თუ რა და რაღაცა უცხო უპატრონო მიცვალებულებისთვის შეიძინეს სასაფლაო იმ ფულით. და იუდა მოდის მერე ნახეთ აი რამხელა განსხვავებაა და აი ალბათ ამითი უფრო გავიგებთ დაახლოებით მაინც პასუხს იმ შეკითხვაზე რომელიც დავსვით ხო? აი ეს შედარება ცხადყოფს ამას ყოველთვის. კი ბატონო. ხო, რომ იუდა რას აკეთებს ნახე? იუდა მოდის და თავს იკვლევს. პეტრე მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები დანაშაული არ ჩაუდენია ვიდრე იუდას და ჩემი პირადი აზრით კიდე უფრო მძიმეც იყო პეტრეს ჩადენილი. პეტრეს ყოფნის სიმდაბლე. პეტრე იმდაბლებს თავს. პეტრე თვალს უსწორებს იმას, რომ არარაობაა ღმერთის გარეშე. ნახეთ აი ეს აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სანდრო. შენ უნდა შეგეძლოს თვალის გასწორება იმისთვის, რომ ღმერთის გარეშე არარაობა ხარ და როგორც წესი ეს ადამიანებს ძალიან უჭირდა. იუდამ ეს ვერ შეძლო. შენ თუ ამას შეძლებ და თვალს გაუსწორებ, მაშინ შენ სულიერად იმ დროს კვდები. შენ სიკვდილზე აწერ ხელს და ეს არ არის ადვილი. შენ სიკვდილზე უნდა მოაწერო ხელი მთელი ის ამბიციები, რითიც დღემდე მოსულ ხარ, თავი კაცი გეგონა რაღაცა, ადამიანები გაფასებდნენ, შენს რაღაცა შენი წონა ქონდა, ეს ყველაფერი უნდა გაანულო. უცებ უნდა მიხვდე გაიაზრო, რომ ღმერთის გარეშე არაფერიც არ ახარ, აბსოლუტურად. და ხელახლა უნდა დაიბადო მერე იმ სინანულის ემპასში. ურთულესი რაღაცა უნდა მოკვდე და გაცოცხლდე. და იუდა ისევე როგორც ბევრი ადამიანი იქცევა ხოლმე მის მსგავსად, ხო ეს ვერ გააკეთა, ნახე? აი ამ თავის ამბიციურ და ამ პარტავნული სულის მოკვდინებას ფიზიკური მოკვდინება არჩია. იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმეა სულის ტკივილი, ესეთ დროს, როცა შენ გაიაზრებ და საზიზღრად მოიქეცი რაღაც მომენტში, ხო? და თან აი კიდე ერთი მომენტი, რომელიც ასევე ამ პარტავნების ნაყოფია რა, რომ ეს მე როგორ დამემართა. ეს მე არ უნდა მომსვლოდა. ვითომ რატო არ უნდა მოგსვლოდა? ვიზე ხარ უკეთესი? ვიღაცას თუ დაემართა, შე რატო არ უნდა მოგსვლოდა ვითომ? მიიღე რა მადლიერებით რა ღმერთის განგებულება, რომ ღმერთმა დაგანახა შენი არარაობა, აღიარე, უთხარი უფალს, შემეწია ღმერთო, ამიყვანე ამ ჭაობიდან, მიუხვდი, რომ შენ გარეშე არაფერი არ შემეძლია. და გადარჩენილი ხარ. გადარჩენილი ხარ. აგერ პეტრე როგორც გადარჩა, ხო? პეტრეს როცა უკვე მკვდრეთით ამდგარი ქრისტე ხვდება ზღვის პირას, და იქ საუბარი რო გაიმართება, ხო? მათ შორის. ძველი სახელით მიმართავს უკვე მას, უფალი. სვიმონს ეუბნება, სვიმონ იონასო. გიყვარმეა უფრო ის ამოცავ, ნახეთ რა როგორ თითქოს ისე კბენს უფალი რა, რომ თავისი ნათქვამი გაახსენა რა, რომ ყველამ რო გიღალატოს მე არ გიღალატებ რა. ანუ ფაქტიურად ის უთხრა რომ მე ყველაზე მეტად მიყვარხარო. და ქრისტე ეუბნება რომ აბა ეხაც მითხარო, ეხაც იგივეს მეტყვიო რომ ამაც მეტად მიყვარხარო, გიყვარვარო? სადღაა ძველი პეტრე? აღარ არის. მოკვდა. უკვე ახალი პეტრეზი იქ. და თანამით იმასაც ეუბნება შენ ის პეტრეობა დაკარგე. სვიმონი ხარ ისე. ხელახლა უნდა გახდე ახლა ისე პეტრე. პეტრე აღარ არის შეურაცხყოფილი როგორც მანამდე იყო. აღარ არის ნაწყენი. ხმას ვეღარ იღებს. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რაც გააკეთა. თვალწინ უდგას თავის ჩადენილი დანაშაული და თავჩახრილი ჩუმად ამოილუღლუღებს. შენ იცი უფალო რომ მიყვარხარ. ნახე თავის თავს აღარ ენდობა. მე ვიცი რომ ეს კი არ უნდა შენ იცი რომ მიყვარხარ უფალო. დამწყსენ ცხოვრნი ჩემი, ანუ საქმით დამევდგიცე შენი სიყვარული, უფალი ეუბნება. თანხას უსვავს, ჩემი ცხვრები არიან, შენი არ გეკუნოს. დამწყემსე ჩემი ცხვრები, გააგრძელე ჩემი საქმე, რასაც მე ვაკეთებდი, იმიტომ რომ მე უნდა ამაღლდე და დამარწმუნე შენ სიყვარულში. სამჯერ შეეკითხება პეტრეს პასუხობს. და ხელახლა აღდგა ყველაფერი. ამიტომ ჩემო კარგო ეს თვითმკვლელობის თემა მე არ ვიცი ხე სასულიერო პირი ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა, იმიტომ რომ ნამდვილად არ გამიგე და არც ვიცი ვინ არის და გავიკითხავ აუცილებლად მაგამ ვინ არის და რა დაემართა და
სასულიერო პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან სამწუხაროდ და მათ ბევრად უფრო მძიმე ბრძოლები აქვს ბოროტისაგან რა და რას ისევ ხანდახან ისინიც ვერ უძლებენ და არ ვიცი ხა რა მიზეზი იყო რა მოხდა ზოგადად მოდი ვთქვათ ესე რა რომ თვითმკვლელობა საიდუმლოებით მოცული თემაა ძალიან უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს თვითმკვლელობისა და მაგალითად ჯულის კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც თვითმკვლელობისას რომელიც პირდაპირ მოწამეობად ითვლება მაგალითად როდესაც ქალს მაგალითად ემუქრებიან ნამოსის სახთით გაუპატიურებით და ესეთ დროს ქალი შეგნებულად გააზრებულად თავის სიწმინდის დაცვის მიზნით მოიკლავს თავს არა თუ ცოდვათ არ ეთვლება არამედ მოწამეთა დასში შეირაცხება პირდაპირ კი იმიტომ რომ მოტივაციას განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რის გამო აკეთებ რასაც აკეთებ მაგალითად ომში რომ მიდის ადამიანი იქ ის 50-50 ხელსაწერს იმაზე რომ შეიძლება ცოცხალი ვერ დაბრუნდეს შეიძლება ვიღაცა მოუკლას თვითმკვლელობამდე მიიყვანაზე რა აი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მადლობა ამისთვის იმიტომ რომ ჯერ მინდოდა მეთქვა უცილებლად რა თვითმკვლელობამდე მიიყვანა რომელსაც ჩვეულებრივად იურისპრუდენციაც ითვალისწინებს ხო უმძიმესი ცოდვა იმ ადამიანისთვის ვინც ამას ანხორციელებს თორე თვითმკვლელობა აი თვითონ სიტყვა ამბობს ხო ანუ შენ თუ მე ისე მომეკეცი პირობითად რა თქმა უნდა შენ და მე ჯვარი გწერია რომ მე თვითმკვლელობამდე მიმიყვანე ეს ჩემი დანაშაულია თუ შენი დანაშაულია მე სულ არ დამიგეგმია ჩემი თვითმკვლელობა ცხოვრება მინდოდა და მინდოდა ანუ შენ ისეთ წენეხში მომაქციე ფსიქოლოგიურში იძულებული რომ მე სხვა გზა არ დამიტოვე ესეთ შემთხვევაშიც ხო რა თქმა უნდა ესეთ დროს ადამიანს უკვე საღი აზრი აღარ მოეკითხება და ოღონდაც აი ამ საშინელებას და აი ამ ყველაფერს გაექცეს და აი ესეთ კომარობაში იკლავს თავს და მე დარწმუნებული ვარ ესეთ დროსაც ღმერთი მას აუცილებლად დიდ შეღავას უკეთებს და არ უთვლის მას ესე შეგნებულ აი ეს პასუხი ეჭირდებოდა ზუსტად ხალხს რა კი მე ესე ვფიქრობ რომ ეს არ უთვლის ხო შეიძლება ადამიანის ღირსებას ულახავენ და სხვა გზა არა აქვს და ხო და მაგას ვამბობ ზუსტად მაგიტო ვამბობ რომ თვითმკვლელობა ძალიან ისეთი საიდუმლოებით მოცული თემა რა არ არის ისე მარტივი აი მაგალითად ადამიანი გადმოხდა მე-16 სართულიდან სიტყვაზე ხო გადაწყვიტა თვითმკვლელობა შეგნებულად აი რაღაცა მობეზდა ცხოვრება რაღაცა ვეღარ უძლებს და ჩვენ რა ვიცით ზუსტად იმ დროს თუნდაც როცა ის მოფრინავს ეხლა ხუარდება ხო მას აი ერთი უფალო შემწყალი მოესწრო მე თუ შემინდე დამთავრდა ღმერთი მას აპატიებს კი მაგრამ ნახე ჩვენ ხულ გარეგნულ ხარეს ხედავთ რომ ადამიანმა თავი მოიკლა მაგრამ იქ შიგნით იდუმალად რეები ხდება ჩვენ არ ვიცით მაგრამ უბრალოდ აი რატომ არის რომ ეკლესიას მაინც ერთი ხისტი მიდგომა აქვს ხო იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს იმიტომ რომ არ იყოს ასე მოხდება წახალისება თვითმკვლელობის თუ ჩვენ მოვახდინეთ ახლა ეს დიფერენციაცია ვის შეიძლება ეს არ შეიძლება ამიტომაც არის ცალსახად ამობს ეკლესია რა რომ თუ არის თვითმკვლელობა შეგნებული და გააზრებული არ აღესრულება საეკლესიო მსახურება იმიტომ რომ ესეც ერთგვარი ჯებირია ადამიანებისთვის და ერთგვარი რაღაც საზღვარია რომ დააზღვიოს ადამიანები ანუ ადამიანი რომელსაც რაღაცა გარკვეული ცხოვრებისეული სირთულეები აქვს და ისმაკი მიუტანს ამ აზრს რომ მოდი რა ახლა თავი მოიკალე და დამთავრდება ყველაფერი მორწმუნე ადამიანს ეს მომენტიც გააჩერებს თუნდაც რომ გახსენდება რომ მასზე საეკლესიო მსახურება ვერ აღესრულება და შეიძლება ჯოჯოხით შეამოყოს თავი რომ აი ეს მომენტიც დაამუხრუჭებს მას და ზოგადად ისე რომ დაუბრუნდეთ იმ შეკითხვას რომელიც თავიდან დავსვით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო რომ ნამდვილად ასეა რომ ღმერთი არ აძლევს ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს რასაც ვერ გაუმკლავდა უბრალოდ ხანდახან ადამიანი ამას თავის სულმოკლეობით თავისი ამპარტავნებით თავისი რა ვიცი ამბიციების გამო ვერ იაზრებს არ იაზრებს რაღაცა პროტესტი უჩნდება ღმერთის მიმართ და შეგნებული პროტესტის გამო შეიძლება მოიკლას თავი თორე წესით ნამდვილად არ აძლევს მაშინ ღმერთი უსამართლო გამოდის დიდი მადლობა თუ ფიქრობ თუ სანამ ეხა კითხვაზე გადავალ შემდეგზე მინდა რომ ჩაკითხვისავით თქვა თქვენთვის თქვენ რას ფიქრობთ თვითგვემ ღვთის გმობა არის თუ არა თვითმკვლელობაზე უფრო მძიმე ცოდვა თქვენი აზრით სანამ დავსვავ შემდეგ კითხვას
ნახე როგორი რამე სანდრო უფალი ამბობს ესეთ რამეს. ყველაფერი მიეტევება ადამიანს სული წმინდის გმობის გარდა. როგორი უცნაური რაღაცაა, ხო? ესე იგი ამას ამბობს ვინ? მივაქციოთ ყურადღება. ამას ამბობს ღმერთი, რომელმაც ჯვარზე გაკრულმა სასიკვდილოდ განწირულმა თავისი ჯვარმცმელებისთვის ილოცა და მამას თხოვა, რომ აპატიე მამო არ იციან რას აკეთებენ. რა უცნაურია, ხო? ანუ მაგაზე უარესი ვის რა უნდა გაეკეთებინა, ხო? ღმერთი ჯვარზე მიაჭედეს და მოსაკლავად გაიმეტეს. მათთვისაც კი ლოცულობს. აპატიე მამო არ იციან რას აკეთებენ. არ იციან რას აკეთებენ. არ იცოდნენ? მე გეტყვი შენ რომ არ იცოდნენ. მათ რომ ის ქონოდათ გააზრებული რომ ღმერთია და ღმერთს აკრავდნენ ჯვარს, ამას როგორ გააკეთებდნენ? გამორიცხული ელემენტარულად შეეშინდებოდათ. ხო? თავისთავად. მაგრამ არა. და უფალი ამას ამბობს, რომ არ იციან რას აკეთებენ. ანუ ღმერთი მზად არის ყოველთვის ყველაფერი მიუტევს და აპატიოს ადამიანს. რაღაც ერთ გადაცემაში მომიწია მონაწილეობა და ეკაც ვახსენე ზუსტად რა, რომ ღმერთს თუ შენი რომელიმე ცოდო მოერია, მაშინ ის ღმერთი უკვე ნაკლულევანი ღმერთი ყოფილა და ღმერთი აღარ ყოფილა საერთოდ. ღმერთი სანამ დაგბადებს ამ ქვეყანაზე, მანამდე აპატიები აქვს ყველაფერი უკვე. რაც კი შეიძლება ის ადამიანები ღმერთის გაჩენილები არ იყვნენ, ვინც ლუსმები დააჭედა ღმერთს ხელებზე და ფეხებზე, თქვენ როგორ გონიათ უფალს წინი არ უყვარდა? ანუ სიყვარულოდ შექმნა? ან არ იცოდა რომ ისინი ესე მოიქცეოდნენ? ის მღვდელმთავარი კაიაფა არ იცოდა რას გააკეთებდა, ჰეროდე რას გააკეთებდა არ იცოდა, იუდა რას გააკეთებდა არ იცოდა, ყველაფერი იცოდა. ყველასთვის ყველაფერი წინასწარ ნაპატიები ქონდა და აქვს უფალს ყოველთვის. მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა სხვა რამეშია, რომ შენ რამდენად შეგიძლია შენ სინდის შეურიგდე. და ნახე რას ამბობს უფალი. სული წმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს. რა არის სული წმინდის გმობა? და რას ნიშნავს არ მიეტევება? თვითონ ეს სიტყვათა შეთანხმება ცოტა უცხოთ რომ ჟღერს, რომ თუ არ არსებობს სოდო, ვიცი ჩვენ ესეთ პოსტულატი ხო ეკლესიაში ხო, რომ არ არსებობს სოდო, რომელიც ღმერთის კაცთმოყვარებას აღემატებოდეს. ანუ მიუტევებელი სოდო არ არსებობს, მაგრამ რა შემთხვევაში? თუ კი ადამიანი გულწრფელად ნანობს. თუ კი ადამიანი გულწრფელად ნანობს, ღმერთი მზად არის ყველა სოდო ჩამოაწეროს. მაშ რას ნიშნავს არ მიეტევება სული წმინდის გმობა? და რა მოვლენაა ეს? ეს არის სანდრო ჩემო ძვირფასო უნანელი მდგომარეობა. როდესაც ადამიანი თავის სულიერი მდგომარეობით ეშმაკის მდგომარეობას უტოლდება. ეშმაკი სწორედ იმიტომაც არის ეშმაკი, რომ ის უნანელი სულია. მას სინანულის უნარი აქვს დაკარგული. არ ნანობს. და ადამიანი, რომელიც სოდავს და არ ნანობს, არათუ არ ნანობს, არამედ ამართლებს იმ თავის სოდვას და კიდევ უფრო მეტიც დღეს, რაც ძალიან სიმპტომატურია დღევანდელ საზოგადოებაში, ამ სოდვის პროპაგანდირებას ეწევა, აი ეს არის უკვე სულიერი სიკვდილი. ეს არის უკვე ის მძიმესი მდგომარეობა, რომლიდან გამოსვლაც უკვე შეუძლებელია. ნუ აი რაღაცა ღმერთის სასწაული უნდა მოხდეს და შეიძლება იმანაც კი ვერ გიშულოს, იმიტომ რომ ამით სასწაულია ხო ეკლესიის ისტორია ხო აი იგივე იუდა, რომელიც ხა გავიხსენეთ, ხო იუდას არაფერი არ დააკლო უფალმა, თავის სისხლი და ხორცი წაჭამა. ყველაფერი გააკეთა, რომ იუდას თავი არ მოეკლა, მაგრამ მოიკლა. ამიტომ არის რომ ჯოჯოხეთში რატო ხდებიან ადამიანები? ღმერთი კი არ უშავს იმას ჯოჯოხეთში, არა, ადამიანები თვითონ აკეთებენ არჩევანს ჯოჯოხეთისკენ. ისევე როგორც სამოთხისკენ. თვითონ თავიანთი არასწორი არჩევანი ხდებიან იმ ჯოჯოხეთში. კი. თორე ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაგარჩენოს. ყველაფერს აკეთებს, ოღონდ შეხელი არ შეუშალო ღმერთს. და გადაგარჩენს, მიგიყვანს, სინანულამდე მიგიყვანს. ოღონდ შენში იყოს აი ეს რაღაცა პატარა ხელჩასაჭიდი, რაღაცა მარცვალი სინანულის. მაგრამ როცა ეს აღარ არის და შენ გაკერპტები შენს უნანურ მდგომარეობაში და შეგნებულად ხელს აწერე ეშმაკეულობაზე, ანუ უნანელობაზე. აი ეს არის უკვე უმძიმესი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ვიდრე თვითმკვლელობა.
დიდი იმიტომ რომ მადლობა. თვითკვლელობით შენ ფიზიკურად აკვნინებს საკუთარ თავს და ეს სულიერი დიდი თვითკვლელობა. მადლობა. მინდა შევეხო ასევე აი გზააბნეულ ადამიანებს. აი ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი დაუშვათ წმენაში არიან, რა თქმა უნდა. ღმერთის მოწამენიც არიან და უბრალოდ არიან გზააბნეული და ასევე თუ სულიერ მდგომარეობაში. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? თქვენ ახლა რა თქმა უნდა შეხება გაქვთ უმძიმეს განსაცდელში მყოფ ადამიანებთანაც, პატიმარი იქნება ეს, ავადმყოფი იქნება, პაციენტი იქნება. ძალიან რთული საქმეა, ძალიან რთული ის არის, ხვაწლია ეს რა, მოძღვრობა და საპასუხისგებლოს და რა თქმა უნდა მადლიანის. უბრალოდ ასევე თქვენ პასუხი გეცოდინებათ იმ კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ყველაზე მეტად სულიერ დაცემას, ყველაზე ეფექტურად, როდესაც არის გზააბნეული. თან დავაყოლებ, რომ დღეს უკვე ძალიან დიდი ხანია მსოფლიოში არა მარტო ჩვენთან ეპიდემია არის მენტალური პრობლემების. რას იქნება ეს ფსიქოზები, დეპრესია, გადავსებულია ფსიქიატრიულები, უმძიმესი მდგომარეობებია. ჩემზე კარგად ალბათ თქვენ იცით, ხო? და შეხებაც გექნებათ ესეთ ადამიანებთან, ხო? ძალიან რთული პრობლემა ხო არის ეს და იქნებ ის ნუგეშის სახით მივცეთ იმ მაგ ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებს თუნდაც დათრგუნული, ან ახლა არის უიმედო ზის და ამ გადაცემას უყურებს, აქედან მიიღოს ის, რაც მართლა გაუხსნის გზას სულიერი გამოჯანსაღებისკენ, გამოჯანმრთელებისკენ. გასაგებია, სანდრო, გასაგებია. ანუ ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი რაღაცაა და ურთულესი რეალობა, რომელიც დღეს არის ეს სულიერი აშლილობები და სხვადასხვა დაავადებები. მე ესე ვიტყოდი რა, აქ რა, რომ მართალს ამბობ, ნამდვილად ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან მსგავსი პრობლემით, ამ თვითონ აქვს, ან მის ოჯახის წევრს, ან ახლობელს, მეგობრს. მე მყავს მეგობრები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, რომელსაც რაღაც გარკვეულ პერიოდში ვრთავკიდევაც, თუ დავინახე, რომ ეს აუცილებელია. ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში, ოღონდ ყველას არ ვენდობი, მე მყავს ჩემი სანდო ადამიანები, რომელთანაც ვამისამართებ. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობ, რომ მე თვითონ უფლის მადლით რაღაცნაირად უთხრა რაღაც სამგეშო სიტყვა და სწორი მიმართულება დავანახო. ანუ აქ ყველაზე მთავარი რა არის და რა იწვევს აი ამ სულიერ აშლილობებს და აი ამ ვითარებას, რაც დღეს ხდება. მე ესე ვიტყოდი რა, ესე დიაგნოზს დავსვავდი, საყოველთაო დიაგნოზს, ასე ვთქვათ რა, რომ ეს არის უღმერთობა. განმარტავა. ეს არის საღვთო მადლისაგან განძარცულობა. ადამიანი, რომელსაც არ აყავს გულში ღმერთი, არ აყავს ნაპოვნი ღმერთი თავის გულში და არ დაუმყარებია მასთან კონტაქტი. ბუნებრივია, რომ ეს ადამიანი ჯერტი მარტო გზნობს თავს და მუდმივად გაუაზრებელი ისე რომ თვითონ სახელსაც ვერ არქმევს, სიმარტოვის შეგრძნება აქვს. ისეთი შეგრძნება, თან ეს სიმარტოვის შეგრძნება მარტო სიმარტოვე კი არ არის, ამას შიში ახლავს თან, სიკვდილი შიში ახლავს თან. და რატო? იმიტომ რომ აი ესეთი შიში აქვს მაგალითად, ესე ალეგორიული სახე რომ მოვიყვანოთ, ხიდან მოტეხილ ტოტს. რომელშიც არის ჯერ კიდევ შენარჩუნებული სიცოცხლე, რომელიც ხიდან მას მოყვებოდა, მაგრამ უკვე ხვდება, რომ იმ ძირზე აღარ არის მიბმული, ვეღარ მიიღებს შევსებას და უკვე სასიკვდილოდ არის განწირული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯერ ისევ ისე გამოიყურება და ისევ ისეთი მწვანეა და ლამაზია და ელასტიური. სიცოცხლის წყაროს არის მოწყვეტილი. და სიცოცხლის წყაროდან მოწყვეტილობა აი ეს გაუაზრებელი და გაუცნობიერებელი გარდაუვალი სიკვდილის განცდა იწვევს აი ამ შფოთს, აი ამ ფორიაქს, აი ამ სულიერ აშლილობებს, აი ამ პანიკას შინაგან სულიერს, რომელსაც შენ სახელსაც ვერ არქმევ, დეპრესიებს. იმიტომ რომ მოდი ერთ რამაზე შევთანხმდეთ, ნებისმიერი შიში აბსოლუტურად, რაც კი არსებობს ამ სამყაროში, საბოლოო ჯამში სიკვდილის შიშამდე მიდის. სიკვდილის შიშის შვილები არიან ნებისმიერი შიში და ფობია, რაც კი არსებობს რა, აბსოლუტურად.
ნებისმიერი. და რატო ეშინია ადამიანს სიკვდილის? და რომელ ადამიანს ეშინია სიკვდილის? ქრისტიანს ეშინია სიკვდილის? თუ ის კაი ქრისტიანია? არ ეშინია. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო მოვლენაა ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ცოდვის შედეგია, მაგრამ პანიკური შიში სიკვდილისა ქრისტიანს აღარ აქვს, თუ ის გააზრებული ქრისტიანია. იმიტომ რომ მას მკვდრეთით ამდგარი ღმერთი ყავს. სიკვდილით დამთრგუნველი ღმერთი ყავს მას. ქრისტეს აღდგომის წამს ჯერა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს თესალონიკელთა ერთ ეპისტოლეში, მას ჯერა, როგორც ქრისტე თვითონ აღდგა, ესევე შეუძლია, რომ ყველა აღადგინოს. მას არ აქვს ამისი პანიკური შიში. ნახე, იმიტომ რომ ის ღვთისმსახურებითად, საიდუმლოებითად, მადლისმიერად შეერთებულია ისევ თავის პირველ წყაროსთან, სიცოცხლესთან. მას აღარ აქვს ის პანიკა, რომ არიქა შეიძლება გახმეს და მოკვდეს, არა. ის მუდმივად იღებს იმ საზრდოს. აი როგორც ტელეფონი ხო, რომელიც შეიძლება ეხლა არის აკუმულირებული და თქვა მასში ის ელექტროენერგია და ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ აბა მოდი ნუღა დატენი და ნუღა შეერთებ რა დაემართება, ვნახოთ დავაკვირდეთ, აბა. აბსოლუტურად უსარგებლო ნივთად გადაიქცევა. ხო? ზუსტად ეს ემართება ადამიანს, რომელიც მოწყვეტილი არის აი ამ სიცოცხლის წყაროს. ეს იწვევს აი ამ პანიკებს, აი ამ უამრავი სახის სულიერაში შიშებს, აი ნახე. მე ნახე რა ხდება, ეს ერთმანეთზე გადამული პრობლემებია რა. ადამიანები, რომლებმაც არ იციან სწორი გამოსავალი და სწორი გამოსავალი წინდაწინვე ვიტყვი იმას, უფალთან ერთობა და დაბრუნება, თავის დამდაბლება და გააზრება იმისა, რომ მხოლოდ ღმერთთან ერთად შეგიძლია შენ იყო ცოცხალი და მის გარეშე უბრალოდ კვდები, ჩვეულებრივად. იწყებენ სხვადასხვა გამოსავალის ზებნას. ოღონდ არასწორად. და რას ნიშნავს ეს არასწორად, რომ როგორმე მიაჩუმათ უნდა წაუყურონ ამ პრობლემებს რა. და იწყებენ რაღაცა არაჯანსაღ სულიერ მდგომარეობაში გადასვლას, ზოგი იწყებს დალევას, ზოგი იწყებს მოწევას, ზოგი სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, ზოგი რაღაც თამაშს, 1000 გამართობელ რაღაცებს, ზოგს დღე და ღამე ყურებში რაღაცა მუსიკა აქვს გარჭობილი, რომ არ დაფიქრდეს თავის სულიერ მდგომარეობას. არ დაფიქრდეს იმაზე, რომ კვდება, იმიტომ რომ საკმარისია მან გამორთოს ის მუსიკა, საკმარისია ის ფხიზელი თვალით თუნდაც 1 საათი გაჩერდეს და ჩაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე. ნახე, მიაქცია ყურადღება, მაშინვე პანიკა იტანს მას, იმიტომ რომ უცებ გაიაზრებს უკვდება. უცებ გაიაზრებს, რომ ეგზისტენციალური საშინელი კრიზისი აქვს და ცდილობს, რომ რაღაცით შეავსოს ეს. აი ამ უაზრობებით, რომელსაც ეშმაკი სთავაზობს. ფხიზელი თვალითო ჩემო მტერმა უყურავ ცხოვრებას ხო გაიგია ლოქებისგან. აი ეგ მომენტია, თქესმის, იმიტომ რომ ფხიზელი თვალით რო შეხედონ, უცებ ხვდებიან, როგორ მოტყუებულ მდგომარეობაში არიან ეშმაკისაგან და როგორ განძარცული არიან თავიდან ბოლომდე სიცოცხლისაგან და რეალობას გაორბიან. ხო? და რეალობისგან გაქცევის აი ამ სხვადასხვა მეთოდებს ეს უხოდროს თავაზობს ეშმაკი, ისინი ეტანებიან და არიან გამშტერებულები რა, რომ ოღონდაც თვალი არ გაუსწორონ სინამდვილეს და ოღონდაც იმ ერთადერთი სწორი გზით არ წავიდნენ და ყველაფერს ედებიან. კი. თან პლუს შეიძლება დაემატოთ, ხო? ამ უღმერთობის პრობლემას დაემატოს პირადი პრობლემებიც. ოჯახის დაანგრევები და ასე რა თქმა უნდა, აუცილებლად ეხლა ამ პრობლემების გარეშე ადამიანი არ არსებობს, კაცო. ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები და ზუსტად იმისთვის გვჭირდება ჩვენ ღმერთთან მუდმივად ერთად ყოფნა და მასთან ეს ხელჩაჭიდული ყოფნა, რომ ჩვენ გვქონდეს განცდა დაცულობისა, სტაბილურობისა, სიცოცხლისა, იმისა, რომ ჩვენზე ძლიერი მამა გვყავს, ჩვენ რომელიც ყოველთვის დაგვიცავს. ყველანაირი ხიფათისაგან, ყველანაირი განსაცდელს დაგვაძლევინებს, რომ ჩვენთვის თავგანწირული ღმერთი გვყავს ჩვენ. და გამოსავალი ამაშია, სანდრო. ამაშია და მინდა რომ აი ამ განცემას ვინც მოისმენს ეს ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რაღაცა მიმართულებით იტანჯებიან, რომ მიხვდნენ, რომ
ეს ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი არის. რატო იცი? იმიტომ რომ ქრისტე ამბობს თვითონ. მე ვარ გზაო. კი. მე ვარ გზაო. მე გასწავლით გზას კი არა, მე ვარ გზაო. გინდა სწორ გზაზე დადგე? ქრისტეს ჩაეხუტე, ქრისტესთან ერთად იყავ. დამთავრებულია. იქ არის შენი სიცოცხლე, სიმშვიდე, სიყვარული, ყველაფერს იპოვი შენ ქრისტეში, მასაც ეძებ. შენს ბედნიერებას. აი მამა აკვირდებით, რომ სოფლიოში ეს ბიოინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტის პიკია და ადამიანები ამას იყენებენ და მართლაც სარგებელს ვიღებთ, ხო? ეხლა პური შეიძლება დასაჭრელადაც გამოვიყენოთ, ასევე კაცის მოსაკლაოდაც, მაგრამ თქვენ თუ ავლებთ პარალელს, რაიმე პარალელს, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს თუ არა მაგალითად ანტიქრისტეს იარაღი პირობითად. აუცილებლად. ანუ ეთანხმებით ამას რა. გასაკვირველია. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მე არანაირად არ ვეძებნი ერთხელ ადრე იყო მახსოვს რა. ეს კიდე პანდემიის პერიოდში იყო თუ მანამდე იყო რაღაც ერთ-ერთი ის ჩანაწერი მქონდა და ეს ჩასაფრებული ტიპები რო არიან ხო რაღაცაში რო ვიტყვით რომ გამოგიჭერენ. თითქოს ეს გამომიყვანეს რომ რაღაცა სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის და საერთოდ ამ ყველაფრის განვითარების მოწინააღმდეგე რაც სისულელია. ჯერ თუნდაც ის რომ მე ჩემი Facebook გვერდი მაქვს და იმით ვცდილობ რომ ადამიანების დიდ ნაწილს მივაწვინო ჩემი სიტყვა კი არა და ღმერთის სიტყვა ეს ხო უკვე მეტყოლებს იმაზე რომ მე ამას ყველაფერს ვიყენებ სასიკეთოდ ხო? იგივე ტელევიზია ახლა შეიძლება გარყვნილების პროპაგანდის თვის გამოიყენო და შეიძლება გამოიყენო ქრისტიანული ღირებულებების პროპაგანდისთვის ხო? აბსოლუტურად მართალი თქვი შენ რომ რისთვის გამოიყენებ ხო ახლა ბარით შეიძლება მიწა დაამუშავო და შეიძლება ადამიანს ჩაარტყა და მოკლა ხო? თავისთავად. ამიტომ შენ რა დანიშნულებას მისცემ ამა თუ იმ ნივთს თუ გამოგონებას და მიღწევას მეცნიერულს ეს განსაზღვრავს ყველაფერს რა თქმა უნდა. ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ძალიან დიდი მიღწევა და მას ძალიან დიდი სამსახური შეუძლია გაუწიოს კაცობრიობას, თუ კი ამას სწორად გამოვიყენებთ, მაგრამ მეორე მხრივ რასაკვირველია, ის შეიცავს ძალიან დიდ საშიშროებასაც. კი. თუ ჩაუფრთხებით, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მოდი აი ჩვენ აი რაზე გამოვმოხილოთ ისეთ ყურადღება ხა ამაზე ცელი თემა არის ის საშიშროებები, რომელიც შეიძლება ამას მოყვებოდეს თან და შეიძლება კიდე ცალკე სასაუბრო თემა იყოს. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი თემა არის ძალიან. მაგრამ მოდი ჩვენ ესე ვთქვათ რა რომ აი მაშინაც ზუსტად ამაში მომედავენ ის ადამიანები რა რომ მე მაშინაც ხაზი გაუსვი იმას რომ ბორუტის ინსპირაციით ხდება ესეთი რაღაცების გამოგონება. სხვა საკითხია ის რომ ვიღაცამ შეიძლება ის მერე სასიკეთოდ გამოიყენოს, მაგრამ ხდება ბორუტის ინსპირაციით, იმიტომ რომ მას სხვა მიზანი აქვს, როცა ამას იყენებს. აი მაგალითად მობილური ტელეფონი ავიღოთ, ხო? დღეს შეგვიძლია ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველაზე საჭირო ატრიბუტი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? ეს იქნება საქმიანი ადამიანი თუ ისე ჩვეულებრივი ადამიანი. და რა ვიცი რა, მობილურებში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, ჩვენ, ხო? საბანკო ანგარიშები, ტელეფონები, კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, ყველაფერი აქ არის აბსოლუტურად, ხო? ანუ ტელეფონს რო კარგავს ადამიანი, კარგავს თავის ცხოვრებას ფაქტიურად რა. და საწავო ეს ადამიანამდე მივა ეს. აი ნახე, ყურე როგორი რაღაცა. მაგრამ გასაგებია რომ ჩვენ ამ ტელეფონს ნორმალური ადამიანები, მოდი ესე ვთქვათ, ვინც ვცდილობთ რომ სწორი ქრისტიანული ღირებულებები შევინარჩუნოთ, ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ სასარგებლოდ. მაგალითად, ტელეფონით შეიძლება დაურეკო ადამიანს, დაელაპარაკო და დეპრესიული ადამიანი გამოაფხიზლო, გონს მოიყვანო და გადაარჩინო.
თავისთავად. ხო, თუნდაც იგივე, რასაც მე ვაკეთებ, ხო და ჩემთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი სასულიერო პირი მიმართავს ამ მეთოდს, რომ თქვათ, რაღაცა ცდილობს, რომ ღვთის სიტყვა იქადაგოს და მიიტანოს ფართო საზოგადოებამდე, ხო? ეხლა ეს ნამდვილად ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგალითად, სანამ ეს ინტერნეტ ქსელი გაჩნდებოდა, მანამდე არ იყო ამის შესაძლებლობა, რომ მაგალითად შენ გეკადაგა და 10,000-ობით ადამიანს მოესმინა ეს ყველაფერი და ხანდახან მილიონობით ადამიანი ისმენს. ეხლა ბევრი შეიძლება ვთქვათ, აი შენი ეკლესია გავსებული იყო და იმათ მოესმინათ, ხო? თავისთავად. და მე იმათ რაღაცა განა რამდენი კაცი უნდა მოვიდეს ხა ეკლესიაში, 400-500, ხო? მაგრამ ეხლა წარმოიდგინე, ხა ამ ხელა შესაძლებლობაა, რომ შენ შეგიძლია მიაწვინო ხმა არა მხოლოდ აქ საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში გამნეულ ქართველებს. კი. მე იქ რაღაცა თარგმანიც ხდება, მე უკვე რაღაცა გარკვეული გადაგებები შეგიძლია ვთქვათ, სხვა ეროვნების ადამიანებსაც კი მიაწვინო ხმა, ვისაც ჭეშმარიტება აინტერესებს, ეს მართლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანი სხვა არის ამ ყველაფრის შექმნისა. ანუ ის ძალები, საიდანაც ხდება ინსპირაცია ამ ყველაფრისა, რომ აი რატომ უნდათ მათ ეს რომ შექმნან, თუნდაც იგივე ეს ხელოვნური ინტელექტი რატო შეიქმნა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს სანდრო ჩემო ძირფასო, ეს არის გლობალური კონტროლის დამყარება კაცობრიობას. ანუ ანტიქრისტის თემაზე. არასაკვირველია. მეც რომ გეთახმებით მოუმზადონ ნიადაგი. ნიადაგი და ტახტი ანტიქრისტეს, იმიტომ რომ ამ გლობალიზაციის პროცესის გარეშე შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ანტიქრისტე იმის ანტიქრისტეა, რომ მან უნდა მართოს მთელი სამყარო და ერთ მუნჩი უნდა მოაქციოს და ის სწორედ ეს ხელოვნური ინტელექტი და ეს თანამედროვე ციფრული მიღწევები, ხო, რა თქმა უნდა, სწორედ მაგას ემსახურება საბოლოო ჯამში. მიზანი ეს არის მისი შექმნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ სხვა საკითხია ის, რომ კეთილგონიერი ადამიანები ამას სასიკეთოდაც ახერხებენ, რომ გამოიყენონ. გრალის ფილმი თუ გახსოვთ 2002 წელს გადაღებული. პატარა ბავშვი ვიყავი, ამას რა უყურებდი და თითქოს ყველაფერი იგივე კი არა უარესი ხდება, რაც იმ ფილმში ვნახე. მაგას წინასწარმეტყველებისავით გამოდგა რა. გარყვნილება, ომები, შიმშილობები, ხო? ეს დღეს ჩვენი რეალობაა. მადლობა უფალს ჩვენ ვზივართ ახლა და ჭერი გვაქვს და საჭმელიც გვაქვს და ცოცხლები ვართ. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღეს ტრაგიკულად დამთავრდა სიცოცხლე ამ წამსაც ომში, უკრაინაში, ყველგან. ანუ ეს ხომ ნიშნები ხო უშუალოდ არსებობს იმისა, რომ ბოლო ჟამია. ამის საწინააღმდეგო აზრი მგონი არ არსებობს ხო? და ასევე მინდოდა არიან ისეთი სკეპტიკოსები, ვინც მაინც ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ეს ყოველთვის იყო და ეს, მაგრამ თუ ჩვენ სულიერ თვალით შევხედავთ, რა თქმა უნდა ეს ასეა რა და თავს არ მოვიტყუებთ, იმიტომ რომ აშკარად უკვე რაღაც მანდეთ მინდის რა. დასასრულის დასაწყისი არის და მაგ ყველაფრის ნიშნები. აი მამა გაბრიელის ის მახსენდება, ესეთი წინასწარმეტყველება ქონდა, ალბათ თქვენც იცით, რომ პატრიარქი იქნება სადღაც 100 რაღაც წლისო, როდესაც აი ბოლო ჟამსო ესე ზუსტად შემოვერციტირებ, მაგრამ მთაზე ავლენო თუ რაღაც ხო გაგიგიათ? იცი რა გამიგია, მაგრამ არ ვიცი რა. მაგრამ მე ზოგადად ეგეთ რაღაცებს ცოტა ეჭვს თვალით უყურებ და სკეპტიკობ რა, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს ახასიათებთ აი ესეთ ავტორიტეტულ ფიგურას მიაწერონ რაღაცა. ხო, და შეიძლება არის რაღაც სიტყვები და შეიძლება სულაც არ იყოს ავთენტური ეს ყველაფერი. ამიტომ მან ცოტა მესიმ თვითონ გრაალის ფილმში ვნახე და კი, თვითონ გრაალის ფილმში შეიძლება იყოს ესეთი აცდენები. მაგითო ვამბობ რა. კი. იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რაღაცა ისეთი იყოს, რაც უღრმესი მადლობა ესეთი პასუხისთვის და აი ბოლოში გავდივართ მამაო და ბევრს ვფიქრობდი მეთქი რითი დავასრულო და აი ყველაზე მეტად რაც მაწუხებს იმით დავასრულებ რა. აი კოლექტიურად ხო თითქოს ქართველებს გვაქვს ესეთი პრობლემა, რომ ერთმანეთის კარგი არ გვიხარია და უმეტესად და თითქოს ერთმანეთის ცუდი ვერ ვიტყვი რომ გვიხარია, მაგრამ არც გვწყინს და სხვისი ჭირი, ხო ბესჭხირი ერთმანეთის შური, ერთმანეთის ჭამა, კი, სწორ ადგილას ზოგჯერ ერთად ვდგებით, მაგრამ თითქოს ქართველი ქართულს ჭამს, ხო და ესე გრძელდება და უსიყვარულობა. მინდა დავასრულოთ სიყვარულის გადაგებით თქვენის მხრიდან და სიყვარული გავორცელოთ ხალხში, თქვენ როგორც აკეთებთ და ისე დავასრულოთ ეს გადაცემაც რა.
დიდი სიამოვნებით. ნამდვილად გეთანხმები სანდრო, რომ რამდენადაც კარგები ვართ, რამდენადაც ნიჭიერები ვართ. რამდენადაც ერთად დგომა შეგვიძლია გაჭირვების დროს, იმდენად ნეგატიური თვისებების გვახასიათებს ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის ჭამა, შური. ეს ძალიან მძიმე თემაა და შეიძლება ესე ითქვას, რომ თუ კი საქართველოს ისტორიაში რაიმე ტრაგიკული მომხდარა ჩვენს ერში, ყველაფერი სუსტად აემთვისებების გამო. ზუსტად მაგას გულისხმობ. ყველაფერი აემთვისებების გამო და ქართული ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. თუ შიგნიდან არ იყვნენ გამცემები და მოღალატეები, ისე გარედან მტერი ვერასოდეს ვერ გვერეოდა ხოლმე ჩვენ. აი რო გადავალთ ისტორიას, ისე ყოველთვის ესე. და ამაზე ჩვენ სამუშაო გვაქვს, საფიქრალი გვაქვს, ნამდვილად. და ნამდვილად გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულში. კი. და სიყვარული კიდე ღმერთია და სიყვარული არ არის რაღაცა ლამაზი სიტყვა. სიყვარულის დეფინიცია ნახე რა არის. სხვადასხვა გვარად შეგვიძლია განსაზღვროთ, მაგრამ უმთავრესი დეფინიცია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სხვისთვის ცხოვრების უნარი. როდესაც ადამიანს აქვს უნარი, რომ თავისი დათმოს სხვის გამო. აი ეს არის მახასიათებელი სიყვარულის. სიყვარულს ერთადერთი საზომი აქვს, აი ეს საზომი. რამდენად შეგიძლია შენ გაიღო შენი პირადი, რამდენად შეგიძლია შენ მსხვერპლი გაიღო. ამ სიყვარულის თვის, იმიტომ რომ სიყვარული არ არის სიტყვა, სიყვარული არ არის არსებითი სახელი, სიყვარულის მნა არის. მოქმედების გამომხატველი სიტყვა და თანაც ისე თავგანწირული მოქმედების. გაცვით ეს დღეს ეს სიტყვა ძალიან სამწუხაროდ და ძალიან რა ვიცი ყველაფერს სიყვარული დაარქვეს დღეს. მაგრამ ამ დროს სიყვარული ღმერთია. მათ შორის ნებასაც დაარქვეს სამწუხაროდ. ნებასაც კი არა, ნებას დაარქვეს თუ დაარქვეს. და მაგაშია საქმე. და ამ დროს სიყვარული არის ყველაზე აღმატებული სიტყვაც და ყველაზე აღმატებული გრძნობაც და საერთოდ ყველაზე აღმატებული რამ, რაც კი ამ სამყაროში არსებობს, იმიტომ რომ ღმერთი არის სიყვარული. და თუ ჩვენ სიყვარულით მომიმართებით ერთმანეთს მიმართ, თუ ჩვენ ჩვენი ერთ დღეს გავიაზრებთ ერთმანეთს დები და ძმები ვართ. ერთი მუჭა ქართველები. რა გვაქვს ჩვენ ერთმანეთში გასაყოფი? რატომ უნდა გშურდეს ერთმანეთის? რატო არ უნდა მიხაროდეს მე, როდესაც ჩემზე უფრო ძლიერი, ჩემზე უფრო ნიჭიერი, ჩემზე უფრო წარმატებული ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაზე? ეს ხო ჩემი სიძლიერია. ეს ხო ჩემი ერის სიძლიერე, მე თუ სწორად ვიყურები თვალებში. თუნდაც იგივე ის ჩემზე წარმატებული ადამიანის არსებობა ჩემთვის ხომ სტიმული შეიძლება იყოს იმისი, რომ იმან თუ შეძლო მეც ხომ შემიძლია ის მივახცე. და ამის ნაცვლად პირიქით განკითხვა და შუბეში ჩახედვა და ხრუტებით ავსება. ხო ჩვენი რეალობაა სამწუხაროდ. სამწუხაროდ და ამ რეალობას ნახე გამოსავალი რაშია სანდრო, ჩვენ თვალი უნდა გაუსწოროთ. თორე ეს ურა პატრიოტიზმი ჩვენ არ გვიშველეს. თვალი უნდა გაუსწოროთ. ამას ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში რამაზ ხვიკვაძე ამბობს ძალიან კარგად რა და ისე მომეწონა ეს ნათქვამი რა, რომ ჩემი აზრით თუ ამბობს, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არისო, პროფესიონალიზმი. როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ და ამ შენი საქმით შენს ქვეყანას ემსახურები. ფანტასტიკა. ესე რა და ყველა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ყველამ ვეცადოთ რომ გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და ყველამ ერთად ვაკეთოთ ერთი დიდი საერთო ქართული საქმე. აი მაშინ გვეშველება. ამინ, ამინ. გაიხარეთ, მამაო, დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. მართლაც ძალიან კარგი საუბარი გამოვიდა და მადლობა რომ დრო დამითმეთ და მადლობა შენს მოწვევისთვის, მეც მესიამოვნე შეთასაუბარი. იმედია რომ ხალხს ძალიან ვანუგეშებთ ამ თქვენი საოცარი სიყვარულის გაცემით. დიდი მადლობა. გაიხარეთ შემოგრ. ვიცოცხლე.